ჯო ვილსონმა ქართული ოცნების წინააღმდეგ ახალი წინადადება მოამზადა რესპუბლიკელმა კონგრესმენამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშმარის არაღიარების შესწორების წინადადება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო ვილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება ამერიკის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს. აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. არც ერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არც ერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე ფორმით სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში ქართული ოცნების მეთაურობით მოქმედი მთავრობის აღიარება. ნათქვამია შესწორებაში. მე შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი მეგობარი აქტის კანონპროექტის ავტორია, თუმცა როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ მეგობარ აქტს. ამასთან გუშინ ჯო ვილსონთან შეხვედრა გამართეს ამერიკაში ვიზიტად მყოფმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა.